პოპოვსკიში გამართული პირველი ბრძოლა წავაგე. სოციალური უსაფრთხოების ნომერი არ მქონდა და ძალიან მცირე ჰონორარი მომცეს. როგორც მახსოვს, $7,000. საჩხუბრად ნიუ-იორკიდან კალიფორნიაში ჩემი მანქანით ჩავედი. ძალიან ძველი და ცუდი ავტომობილი მყავდა, რომელიც გაფუჭდა და ახალი ვიყიდე. პირველი ანაზღაურება სწორედ ამაზე დავხარჯე. მეორე ბრძოლაში ლობსისგან ბონუსი მივიღე და სიგიჟე გავაკეთე. 50,000-იანი ბონუსი მომცეს, რასაც ორთაბრძოლისთვის მიღებული 10,000 დაემატა. უცებ გავმდიდრდი. ჯამში $60,000 მქონდა. ამდენი ფული ცხოვრებაში არ მენახა და მშენებლობაზე მუშაობას მაშინვე დავანებეთავე. ბონუსებიდან მწვრთნელებს თავიანთი წილი გადავუხადე. მენეჯერმა 10% წაიღო, 2 ძმა მყავს და თანხის დიდი ნაწილი მათ გავუგზავნე. ძვირადღირებული მანქანაც ვიყიდე და ფული 6 თვეში გამიქრა. არც კი ვიცოდი, რომ გადასახადები უნდა გადამეხადა. საკრედიტო ბარათებით სარგებლობა დავიწყე. ცხოვრებაში ღალი არ მქონია, მაგრამ სამსახური დავტოვე და ყველა თანხა დავხარჯე. რა მექნა? შემდეგ ორთაბრძოლაში გავიმარჯვე და კონტრაქტით გათვალისწინებული 20,000 მივიღე. მაგრამ ეს თანხა გადასახადებში გადავიხადე და ისევ მშენებლობა